დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გვექნება Brainrot-ის ტრეიდინგი და unboxing-ი. ასევე დღეს სანამ ტრეიდინგს დავიწყებთ, ვაპირებ რომ ჯერ გავაკეთო unboxing-ი და მაგის მერე ვაპირებ რომ ჩემ თავარ აკაუნტზე დავრებითდე. სანამ ვიდეო დაიწყო მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ აუცილებლად დაალაიქოთ, ასევე გამოიწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ ზაის ღილაკი რომ არ გამოგჩეს გავეს ტიპის ვიდეოები. ამით თქვენ მაძლევთ мотивაციას და მახარებთ და მაგის გამო მეც გაგახარებთ და მეტ რაღაცებს გავათამაშებ ხოლმე. თხოვნა მაქვს რომ ასევე შემოხვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. წინასწარ ყველას მეგობრებო გადაგხდით, მადლობას ვინც მაგას გამიკეთებთ. ახლა კი მეგობრებო, მოდი ზედმეტი შესწავლის გარეშე დავიწყოთ ჩვენი unboxing-ი, ჩავიდეთ alt account-თან. და როგორც მოგეხსენებათ მეგობრებო, თამაში გამოვიდა ახალი მუტაცია. ეგ დავითრიეთ თიანი ბაზა თითქმის სავსე მაგ-ლაკი ბლოკებით და ასევე ძალიან ბევრი ტრეიტები ადევს, აი მინიმუმ 1 ტრეიტი ადევს თითო ლაკი ბლოკს შიგნით რაც ამაქვს. ამიტომაც ჯერ ასაც ვიზამ არის ის რომ გავხსნი ისეთ ლაკი ბლოკებს, რომლებსაც ახალი მუტაცია არ ადევს. კი, მარტოური მყავს ეგეთი ლაკი ბლოკი, მაგებს გავხსნი და მე 1 ტრეიტიანს გავხსნი. მე 2 და ბოლოს 1 ისეთი მყავს, რომელსაც ახალი მუტაციაც ადევს და 3 ტრეიტიც. ამიტომაც მეგობრებო, მოდი დავიწყოთ ჩვენი unboxing-ის, მე რებითის და მე ტრეიდის ვიდეო. კარგით მეგობრებო, როგორც გითხარით, ვიწყებთ უმუტაციო ლაკი ბლოკების გახსნას. აი ახლა მოვა ჩემი alt account-ი და გამიხსნის უმუტაციო თაკო ლაკი ბლოკებს. თუ შეიძლება alt account-ო ამოდი დღეს, აი რას მალოდინებ, ან მე ან შეგომოწერებს, გამიხსენი მოდი რომელიმე. აი მოდი ნიანქეთიანს გავხსნი პირველს და ვნახოთ რას დავაგდებთ. უი ხო მეგობრებო, კიდევ წინა unboxing-ში ვერაფერი წესიერი ვერ დავაგდეთ. მაგრამ მეგობრებო, აი ამ unboxing-ისთვის მე მაქვს ძალიან დიდი იმედები და გთხოვ, რამე წესიერი დამგდე, ძაღლი არ დამანახო, ძალიან გთხოვ. კიდე კაი ძაღლი არ დამანახო, მაგრამ ესეც არ ვარგა. კაი, რა ვქნათ ახლა მეგობრებო, იცით? 1 ტრეიტი რომელი ლაკი ბლოკსაც ადევს, ახლა იმებს ჩაუვლით და გავხსნით. ეს მეგონი ვაფშე ტრეიტი არ ადევს, არა, ფეიროკი ადევს. კაი, ნახეთ მეგობრებო, ეს სართული სავსე მაქვს ახალი მუტაციით დადებულ ლაკი ბლოკებით. დამება მოკლედ, ეს სართული სავსე მაქვს ინაი ლაკი ბლოკებით, რომელსაც ადევს მუტაცია ძლივს. კაი, ჩამოვა ახლა ჩემი alt account-ი და დაიწყებს unboxing-ს და ვფიქრობ 26-ის ის უნდა გახსნას ლაკი ბლოკი ჯერ. თან 1 არის და თან ახალი მუტაცია. მინდი აბა რამე წესიერი დამიგდე. კაი, იხსნება ახლა და ვნახოთ. წაშალე ვაფშე თამაშიდან წაშალეთ, ეს Brainrot-ი ვაფშე ძალიან დებილობაა. აი არ ვარგა. სემი შემოგივარდები სახში ეს Brainrot-ი წაშალე, მაგრამ პრინციპში ძაღლს ჯობს, ძაღლი ნერვს მიშლის და ეს არა. ეგეც მიშლის, მაგრამ ესე ძალიან არა. აი მოდი აბა ეს გავხსნათ და კიდე ხო არა გვაქვს რამე 1 მუტაცია რო ადევს, აი ისეთი მერე გადავხედავთ. აბა ვნახოთ. აი ამას არ შევხედავ და ისე უყურებ. აუ ამაზე 3 მაგ და თან ახალი ის ადევს მუტაციაც. კაი, წაშალე ეს არ გვინდა. ასევე მეგობრებო, ძალიან მალე გამოდის, როგორც მოგეხსენებათ, დუელი, რომელიც იქნება გასართობი, ასე ვფიქრობ და ასეთი იდეა მაქვს რომ ხომ არ დამისყო მაგ დუელების გადაღება ჩემ გამომწერებთან ერთად და ხوار გამიხსნა ახლა ეს ბაბულგამიანი ლაკი ბლოკი, რომლიდანაც დავაგდებთ ძაღლს. აბა ვნახოთ, ჯერ შელოცვები და რაღაცეები ჩვენებური დაუწყოთ. აბა ლახამუხა და რამე შელოცვები მიდი. რაზულაკი, ცეკვები რაღაცეები, ედენსორი რაღაცა. თუ ასეთ შელოცვებს ვისამ, ძაღლებს არ დავაგდებ, არც კატებს. პირდაპირ კვასადრილო დავარდება თუ რა ქვია მაგ Brainrot-ს არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ბურიტო დავარდება. ლოს hotspot ეგეს დავარდება. არა, ლოს hotspot, ლოს თაკო ლაკი ბლოკებში არ ვარდება. არ ვიცი წესიერ, მაგრამ რა ვიცი, რაც ვიცი იმას ვაკეთებ ახლა შელოცვები, ხსნით და ძაღლი არ ვარდება. კაი, ეგ არის. აბა გავხსნათ ახლა და ვნახოთ თუ რა დავარდება აი ამ ჩვენი შელოცვებიდან, რომელიც სიმართლე გითხრათ ამართლებს მეგობრებო, აი ამართლებს. აი არ უყურებ თან. აბა ვნახოთ, ახლა ნელ-ნელა შემოვიხე. ბიჭო, ლაკი ბლოკიდან გარამა დავაგდე. ახლა მეგობრებო, გარამას შლით, ამას შეხედეთ. ვაფშე არ ჩამისვია გარამას ფოტო, ისევ შლით.
აი ახლა მოდი ორ მუტაციანზე გადავიდეთ და ნელ-ნელა მე მგონი ლაკი ბლოკები მითავდება, რაც ძალიან ცუდი არის ჩემ და ცუდია. აბა მანახეთ თუ რა დამივარდება ჩემი ორ ნახე 6-7-ი დავარდა. 6-7-ი დავარდა, ბიჭო, შეხედე. არა, რა 6-7-ის მა? დიანე დავაგდე 7 დედლიცინია, რამა შეხედე? ჩემი სული რატო დავარდა ლაკი ბლოკიდან ხარ ხო? როგორ შეიძლება ეს უთამოყარეო პიდარასტების თაო? დადგა დრო იმისა, რომ 3 ტრეიტიანი ლაკი ბლოკი გავხსნა ახალი მუტაციით. Ramigde. Please feed. I need this. My mom is kind of homeless. I live with my dad. I wanna help her out. Вообще, 13 მილიონიან hotspots მივუსვამ გვერდზე და მიხვდება რაც უნდა დამიგდოს. აბა ვნახოთ. ვასწავლოთ ამ ლაკი ბლოკს ჭკუა. სანამ გავხსნი მოდი ავანელებ კადრს და რაღაც მაგარ ვიდეოს განახებთ. მაგრამ გაფრთხილება, ვიდეო შეიცავს უზდელობას. კომენტარებში მე ერთი ამბავი მე არ დამიწყოთ, მე გაგაფრთხილეთ. მიხეილ სააკაშვილმა ჰერმიონა გრეინჯერი პროჩი გაატყნა? შიქო არა გაგვთ ბიჭო. ვინ მომწერა ეს წერილი? არა მიშა ყდება, დემენცია აქვს. რატომ გაატყნა სააკაშვილმა ჰერმიონა პროჩი? შენ ნაბუჟვარო, შენ არ მითხარი პატარა ცოცორააბია და გალიიდან ვერ მოგწუნებაო? რამდენჯერ გითხარი შენ და მოწყნულო ციხის კარი დაკეტე მეთქი. შეიძლება საკმარისია ეს 10 წამი რაც ამ ვიდეოს უყურეთ. ლოსი ყუას დავაგდე, კაი რა ძმა, მართლა კაი რა. დიდი იმედები მქონდა რომ მეთქი რაღაც მაგარი დავარდებოდა, თან 3 ტრეიტი ადევდა და რას მაძლევ რა. სტები ზაით მიჩალიშებ ხო? კარგით მეგობრებო, ვინაიდანაც უკვე unboxing-ი წესით დავასრულეთ. უკვე დადგა დრო იმისა რომ ჩემი ბაზა დავცალო და დავიწყო უკვე რებილთი. ამიტომაც მოდი ავაშქაროთ კადრები და დრო არ მოისყინოთ ვიდეოს იქ განახებთ რო ავაშქარებ. მიხეილ სააკაშვილმა ჰერმიონა გრეინჯერი პროჩი გაატყნა? შიქო არა გაგვთ ბიჭო. ვინ მომწერა ეს წერილი? არა მიშა ყდება, დემენცია აქვს. რატომ გაატყნა სააკაშვილმა ჰერმიონა პროჩი? შენ ნაბუჟვარო, შენ არ მითხარი პატარა ცოცორააბია და გალიიდან ვერ მოგწუნებაო? რამდენჯერ გითხარი შენ და მოწყნულო ციხის კარი დაკეტე მეთქი. შეიძლება მიშას დემენცია აქვს და კვდება, მაგრამ ყლე ნაზუქივით გრძელია ბია და ჟიგულივით მუშა. და ყველაფერი გადაწყნა რაც დადის. მაგ შოპელ ძაღლმა დავიღალეთ მაგის გაკეთებული ბავშვების ალიმენტებით. ვაიმე რა სუნია, გეგონება აბორტი გაუკეთეს გუბაზის? პროფესორ დამბლდორ, ეს ჰარი პოტერის ბრალი არ არის. გალიაში გამოყო მიშამ და ეგრე შეყო. გამიგეთ? რას ქვია გალიაში გამოყო და შეყო? შენ რა შეგიყონ? მე უკვე შემიხეს. ვერ ხედავ თვალში რა მხილახვრელი მაქვს. სიმღერა ხო გასწავლე შეკარგ მოწყნულო. გაიმეორე აბა. ავია თუ ავდარია, მიშა მაინც მაგარია და დიდი ყლეაბია ნაზუქივითო. გაიმეორე. შეახმარო შენა. YouTube გთხოვ ვიდეო არ დამისტრაიკო family friendly content-ი. family friendly content-ი ხო? და დავარებით ეს ჩემი main account-ი, ისე ბენოტებზე არინერულოთ, გადაიტანა ჩემმა alt account-ებმა და ეხლა შევიბრუნეთ ბაზარში და დაგიბრუნდებით. სულ ეს არის მეგობრებო, გადავიტანეთ უკვე ყველაფერი და უკვე მე-16 რებიტზე ვართ და ძალიან მალე უკვე შეიძლება მე-17 და ბოლო რებიტი ავიღოთ. მოდით ახლა მეგობრებო, იმ მომენტს დავიწყებ, რის გამოც დიდი ალბათობით ყველა შემოხვედით. ტრეიდი! ასევე მეგობრებო, ძალიან საინტერესო ოფერი მაქვს აი ამ მომენტში.
6-7, რომელიც აკეთებს $52 მილიონ წამებში. ყავს მეგობრებო 6-7, რომელიც აკეთებს $52 მილიონ წამებში. და ვეძებთ inline offers, რომელიც ცოტა უკეთესი იქნება მაგ offer-ზე, რაც მე მაქვს. ამიტომ, როდესაც გავაზროთ რამე OP offers, დაგიბრუნებით მაშინ. დაგიბრუნდით მეგობრებო და უკვე ძალიან საინტერესო offer-ით ვიწყებთ ლაგრანდეთი და კვასადრილოთი. კვასადრილოთს ადევს ასევე ლავას მუტაცია, რომელიც თამაშიდან უკვე წაშლილი არის. ასევე იმისათვის, რომ ესენი დამეთრია, უნდა გამეკეთებინა დამატება. ანუ ისეთ ბრეინოტი დავამატე, რომელიც ნუბის ტრეიდის დროს არ ამიღია რა, ნუბინის. ეს არის ჩიგლეტი და ნოეტერა, მაგრამ დიდად ალბათ არავინ არ შეიმჩნევთ მაგას. იმედია მართლა არავინ არ შეიმჩნევთ, რომ ამას დავუმატე მე ოფერები. მომიწია ასე, რომ ცოტა უკეთესი ოფერები მქონოდა. ასევე ცოტა მიჭედავს და ეს ბოლოა, როდესაც რამე ჩემი ბაზიდან ვუმატებ ოფერში, აღარ იქნება ხოლმე ეგრე. ასევე მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს W ოფერი იყო, რადგანაც ერთ იშვიათ ბრეინოტში, რომელიც ცოტა მეც იხდის, ვიღებთ 4 იშვიათ ბრეინოტს და 4-ში შეიძლება ძალიან კაი ოფერი დაგვიდრობონ. ამიტომაც მეგობრებო, ახლა მოდი ავაჩქარებ და როდესაც ტრეიდს მორჩები დაგიბრუნდებით. კი არა და მეორე ოფერს ავიღებთ იმაში, რასაც ახლა ვატრეიდებთ. დაგევნით მეგობრებო უკვე მეორე ოფერით და ვფიქრობ უკვე რომ საინტერესო ოფერი ვიპოვე. ერთ ლოს 25-ში ეხლა ვცვლით ერთ ლოს no my hotspot-ს, რომელიც აკეთებს $17 მილიონ წამებში. ასევე მაგის მერე კვასადრილას ვატრეიდებთ ბურიტო ბანდიტოში და მისი ბურიტო ბანდიტო იხდის 48 მილიონს წამში თუ არ ვცდები. არ ვიცი ესე რამდენს იხდის, მაგრამ 46-ის იყოს პრობლემა არა მაქვს. Სიმართლე მოგითხრათ მეგობრებო, აი ამ ადამიანთანაც ბაგეთი ტუალეტი მაგ დაინდექსებული, ამიტომაც ასე თუ ისე ვენდობი, ამიტომაც პირველს ამას ავაღებინებ და მერე ავდგებით და ავიღებთ ბურიტო ბანდიტოს, რომელიც აკეთებს $17 მილიონს წამებში და შევაგდებთ ბაზაში. ამის მერე კვასადრილოს ვაძლევთ 48 მილიონიან ბურიტო ბანდიტოში და ხო, ძალიან მაგრა მივდივართ მეგობრებო და შეიძლება დრაგონი მალე დავითრიოთ. მეგობრებო, დამავიცნა მე თქვა, მარტო კვასადრილოს ეს არ იღებს. ეს იღებს ყველაფერს, რაც მე დავითრიე რა. ანუ ფაქტობრივად ყველაფერს ვაძლევ წელს 6-7 ტრეიდში დავითრიეთ. ბურიტოს სანაცვლოდ, რომელიც აკეთებს $46 მილიონ წამებში და Los No My Hotspot, რომელიც $17 მილიონს აკეთებს წამებში. არა, 48-ს აკეთებს, მართლა კაია. მოდი წავიღოთ ეს ჩვენი ბურიტო ბანდიტო, შევაგდოთ, ჩვეულებრივად ასე, რადგანაც ტრეიდის ნაწილი იყო ეს და მორჩა მე მგონი ხო ტრეიდი? არა, 25-და შემიწაიღე. ასევე მეგობრებო, დამიწერეთ რამე ოფერები თუ გაქვთ ვიდეოს ბოლოში, რაც მექნება მაგ ბრეინოტებზე და ვიდეოს ბოლოში მე მგონი გეტყვით ეხლა რა ბრეინოტები მჭირდება, რომ მინიმუმ დაგეთანხმოთ თქვენს ოფერზე. მეგობრებო, გომიჩნდა შემდეგი ოფერი, ყველაფერი რაც წეგან ტრეიდში ვითრიეთ, მაგებს ეხლა ყველაფერს ვატრეიდებთ ერთსა ლოქროსფერ ისოქში. რომელიც მეგობრებო აკეთებს $30 წამებში და იფიქრებთ რომ ძალიან ელოფერი არის, მაგრამ მიხვდებით რატო ავიღე ეგ ოფერი, რადგანაც შეიძლება მართლა ელოფერი არის, მაგრამ უფრო იშვიათია იმერთან შედარებით. თუ არ ვცდები მეგობრებო, ასე 0.1% აქვს შანსი დავარდნის ლაკი ბლოკიდან. და დავატრეიდეთ ეხლა ეს Los No My Hotspot დარჩა და მჯერა რომ რაღაც გიჟობებს დავითრებთ ამით. აი ამის სოკით. კი იხდის 30 მილიონს წამებში, მაგრამ გიჟობებს აკეთებს ეს იცოკი, ახლა გიჟობებს დამათრევინებს ზუსტად. მეგობრებო, დაგიბრუნდით ასევე ჩუქნის რაღაცას ამას უყურეთ. ახალი მუტაცია ადევს და კვასადრილოს ჩუქნის. ვაიმე, რა ჯიგარია. W-ები გავუსპამეთ აი ამ ტრეიდერს, რომელმაც დავითრეიდა და დაზე საჩუქაიც მაჩუქა. მადლობა დიდი წინასწარ. არ მეგონა რომ ახლა ვიღაც ადგებოდა და საჩუქარს მაჩუქებდა, მაგრამ რა ვიცი მეგობრებო. გადავიდეთ შემდეგზე.
დაგივნით მეგობრებო და დღეს ძალიან საინტერესო ტრეიდინგი მიმდინარეობს, რადგანაც მითხრა ის რომ მაჩუქებდა 24 მილიონიან კვასადრილას აი ამ ადამიანმა ჯიგრები ხალხო ხო რა ვათრეიდებდა რაღაცებს ჩალიჩობ და ესენი ჩუქნიან კიდეს რაღაცებს აი არ ვიცი ხალხო რა თქვა no comment უი კიდევ ხა გეტყვით თუ რას ვათრეიდებთ ახლა მოკლედ ჩემს ოქროსფერ ისოქს რომელიც წეღან დავითრიეთ მაგას ვათრეიდებთ მოემზადეთ ხალხო ლაგრანდეში რომელიც იხდის 80 მილიონს ხო გეუნებოდით რომ ლაგრანდეში მაგაროფეს არა ლაგრანდე ისოქში მაგაროფეს დაწერენ მეთქი და ეხლა ამანაც აიღო და ჩვენს ავიღებთ არა 95 საკეთებს ამა შეხედეთ აი რა გიჟობა წაიღო იმან უკვე ჩვენი ისოკი ამან არ დამარტყას და არ გავიდეს აი არ გავიდა ჯიგარია და საჩქარი მაჩქარა რატომ უნდა გავიდეს ეხლა ვენდობი ამას მადლობა დიდი ამ ტრეიდისთვის მართლა W ტრეიდი იყო ჩემთვის და ახლა მოდი მოძებნოთ ბოლო ოფერები ბოლო ტრეიდისთვის რომელსაც აი ახლა გავაკეთებთ კარგი მეგობრებო ეს არის უკვე ბოლო ტრეიდი ამ ვიდეოში და აუცილებლად არ დაგავიწყდეთ რომ დაწევოთ თქვენი ოფერები მოკლედ ჩემი ოფერები არის 92 მილიონიანი ლაგრანდე კი არა და ლოს კომბინაციონი ლაგრანდეს ჯობია ეს 100 თავით მიუხედავად იმისა რომ ამაზე ცოტა სიხდის რადგანაც ლაგრანდეზე იშვიათია ეს და ამაზე უკეთეს ოფერებს დამიწერენ უეჭველი უი მაგის გარდა კიდე ვინიენგის ნაუთის ვიღებთ რა და ფაქტობრივად უკვე მოგებაში შევდივართ რადგანაც იმ ფულსაც ანაზღაურებს რაც წაიღო დაჟე მეც სიხდის ანუ 80 რომ ის მიამატო 20 თუ აჩდები 100 გამოდის და მე 90-იანი მაშინ ვათრეიდებ ლაგრანდეში უი ასევე მეგობრებო არ დაგავიწყდეთ რომ აი ამის ოფერები დამიწეროთ და გეტყვით ახლა რა ოფერს მივიღებ მინიმუმ ყველაზე მინიმუმ ამის ოფერად მივიღებ ისოქს რომელიც ამაზე სულ ცოტა სიხდის მაგალითად 75 ნუ რა თქმა უნდა მარტო ლოს კომბინაციონში ამაში მარტო ამას მოგცემთ და იმას ნაუთის არ მოგცემთ და იმისათვის რომ ნაუთის აიღოთ მინიმუმ უნდა გქონდეს ლოს კომბინაციონი რომელიც ყველაზე მინიმუმ 100 მილიონს იხდის და ორივეს მოგცემთ უი ასევე მე მგონი წაიღო იმან ხო კი წაიღო თავისი ლაგრანდე და ყავს უკვე თავის ბაზაში და მორჩი ტრეიდს ყველაფერი შვენიერად არის და დასრულდა ეს ტრეიდი მოკლედ მეგობრებო ასევე დღეისათვის სულ ეს იყო თუ ეს ვიდეო მოგეწონათ აუცილებლად დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი რომ აღარ გამორჩეთ მსგავსი ტიპის ვიდეოები მოკლედ თქვენთან იყო აზორებალი და შეხვდებით შემდგომ ვიდეოში ბაი